1921-ში ასეთი ცივი თებერვალი იდგა. რუსული არმია თბილისზე მეორე შტურმისთვის ემზადებოდა. დედაქალაქის თავდაცვის პოზიციები 40 კილომეტრამდე იყო გადაჭიმული. ამ პოზიციებიდან ერთ-ერთი სწორედ აქ, მდინარე ლოჭინის ხეობაში იყო. ამოვიდა ეს 3 ტანკი, ერთი მოწინავე და 2 უკან მოყვებოდა. სადღაც აქ არის ქართველების პოზიციები, სანგარში შედან და აქ ნისლიდან გამოვიდა ურჩხული რა, ფაქტობრივად. თებერვლის ტანკები, ასე ქვია ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის ახალ წიგნს, რომელიც თბილისის მისადგომებთან თებერვლის ერთი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. თემის შესწავლისა სპეციალისტმა მდინარე ლოჭინის ხეობაში იმ ადგილს მიაკვლია, სადაც 1921 წლის 24 თებერვალს წითელმა არმიამ ქართულ გვარდიას ტანკები დაუპირისპირა. ისტორიკოსი ცდილობს აღწეროს, როგორი განცდა შეიძლება ჰქონოდათ სანგარში მყოფ ქართველ გვარდიელებს წითელი ტანკების მოახლოების წუთებში. ნისლია, მაგრამ რაღაც უცნაური გრუხუნის ხმა გესმის და ვერ ხვდები რა არის. მაგრამ შესაძლოა აქ მყოფ გვარდიელებს ეფიქრათ, რომ აქ რკინიგზის ხაზია ახლოს და რუსებიც იყენებდნენ ჯავშანმატარებლებს და ქართველებიც. შეიძლება ეფიქრათ, რომ ეს არის, მაგრამ თან რო ახლოვდებოდა ეს ხმა. ახლა იმას გაიაზრებდნენ, რომ რკინიგზას აქ ვერავინ გადმოიტანდა რამდენიმე საათში. და ალბათ ნერვიული დაძაბული მოლოდინი იყო ნისლიდან რა გამოყოფდა თავს. ნისლიდან 3 ტანკი გამოჩნდა. შაშხანებითა და ტყვიან ფრქვევებით შეიარაღებულ მეომრებს ტანკებთან დაპირისპირება თავიდან ძალიან გაუჭირდათ.